ბატონი 420, დისკოს მოცეკვავე, ზიტა და გიტა და მრავალი სხვა უფროსი თაობის ბევრი ქართველის უსაყვარლესი ფილმი იყო. ჩვენს ბავშვობაში ყველაზე ხშირად კინოთეატრებში სწორედ ინდურ ფილმებს უჩვენებდნენ. ცეკვა სიმღერის კინო თბილისის ერთი კინოთეატრის დარბაზს დღესაც მუდმივად ავსებს. ჰოლივუდზე ორჯერ უფრო პროდუქტიული ბოლივუდი. ინდოეთში წელიწადში 1000 ფილმს იღებენ და როგორც წესი ორ სერიანებს. თითო ფილმის გადაღებას მაქსიმუმ 2 თვეს ანდომებენ. დელის ერთ-ერთ კინოთეატრში უკვე 500 კვირა ერთი და იგივე ფილმი გადის და დღემდე სრული ანშლაგით. ინდოელებს კინოვარსკვლავები გაღმერთებულები ხავთ. წლის ყველაზე ტიტულოვანი 11 ინდური ოსკარის მფლობელი ფილმი შავი გახდა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ტრადიციული ინდური კინოსგან. აქ არავინ მღერის და მუსიკა მხოლოდ აქცენტებისთვის გამოიყენება. დროების კორესპონდენტი გიორგი ქორქია ცეკვა სიმღერის კინოს სტერეოტიპის მსხვერპლის, ბოლივუდის ცხოვრებისა და ინდური კინოს ქართველი ფანების შესახებ გვიამბობს. კინოთეატრ ახმეტელთან ყოველ შაბათ-კვირას ასეთი ხალხმრავლობაა. ინდური ფილმების მოყვარულები შენობის წინ 1 საათით ადრე იკრიბებიან. ორი დღის წინ სალაროში არც ერთი ბილეთი აღარ იყო. დათო ბეჟიტაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ინდურ კინემატოგრაფს უწევს პოპულარიზაციას. სეანსის წინ მექანიკოსებთან ადის და ფირებს და პროექტორებს ამოწმებს. ჩვენ გავრისკეთ და 2003 წლის 18 მაისს დავნიშნეთ ინდური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე კინოთეატრ რუსთაველში. ეს იყო მართლაც რისკი და ეს იყო გადამწყვეტი მომავლისათვის. ანუ თუ მოვიდოდა ხალხი, გაგრძელდებოდა ინდური ფილმების ჩვენება და თუ არ მოვიდოდა, ჩვენ ვიტყოდით, რომ დაავიწყდა ხალხს ამ 10-12 წლის განმავლობაში და დამთავრებულია ინდური კინოს ეპოქა საქართველოში. 701 კაცი ეტეოდა მაშინ, ეს რემონტამდე ხდებოდა კინოთეატრი რუსთაველის და დაახლოებით 1200 და უფრო მეტი ადამიანი მოაწყდა. ჩვენებისთვის ყველაფერი მზადაა. სეანსამდე 5 წუთია დარჩენილი. ქალბატონი ნარგიზა 3 საათიანი უდიდესი სიამოვნების მოლოდინშია. მას ინდური ფილმის არც ერთი ჩვენება არ გამოუტოვებია. ვისვერებ სულიერად ამ კინოში რომ მოვდივარ. თითქმის ყველა მსახიობი მიყვარს. აი დღეს გაჩანას კინოა და ძალიან მიყვარს ეს მსახიობი. და ბავშვობიდან შეყვარებული ვარ მაგ მსახიობზე. სეანსი ორიგინალური კინოჟურნალით იწყება. მაყურებელს ინდური ხელოვნების ცენტრ სიტარას მოცეკვავები ახურებენ. კინო დაიწყო. დარბაზში სრული სიჩუმეა. Они хуже дешевых танцоров. Дай им немного денег, и они запляшут. Нет денег, нет съемок. ქალბატონმა ნანამ კინოთეატრში ჯანმრთელობის გამო მისვლა ვერ მოახერხა. გადაწყვიტა სიამოვნება, რომელიც მოაკლდა, სხვისთვის მიენიჭებინა და ბილეთი დაუთმო. როგორც ინდური ფილმების ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს, კარადაში მასაც ენახება ჟურნალების საყვარელი მსახიობების სურათებით. ინდურ კინოზე ჩვენ პერიოდში, ახალგაზრდობის, სტუდენტობის პერიოდში რიგები იდგა და ხანდახან ბილეთს ვერ შოულობდით, რომ გვეყიდა და ნაცნობებით უნდა გამოგვეძებნა, რომ გვეყიდა. და რადიო კაპურო ჩამოვიდა იმისი აღარა სიმღერები, ისე იყო ხალხში გამჯდარი, რომ ასე გონია ჩვენი სურათი გადაიღო ჩვენი თან კინო ვიღებთან საქართველოში და გულამდე მქონდა ჩვენს ყველა იმას მღეროდა. आवारा हूँ या गर्दिश में हूँ आसमान का तारा हूँ आवारा हूँ. ამ სიმღერას როგორც ამბობენ ადრე მთელი საქართველო მღეროდა. რაჯ კაპურს ყველა იცნობდა. დღეს გმირები შეიცვალა. კაპურის ადგილი ბაჩანმა დაიკავა, რომელსაც ინდოეთში პრეზიდენტზე მეტად სჯერა. როცა ათრებისკენ ინდოელებს მთავრობა მოუწოდა ვაქცინაციაზე მხოლოდ 10%-ამდე გამოცხადდა. როცა იგივე თხოვნით ხალხს ბაჩანმა მიმართა, 10 თითქმის ყველამ გაიკეთა. ხალხის სიყვარულთან ერთად ბაჩანს წლევანდელი ბოლივუდური ოსკარიც ერგო. თუმცა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დაჯილდოებაზე მისვლა ვერ მოახერხა და პრიზიც სახლში მიართვეს. სულ რაღაც 2 თვის წინათ მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია
ერთი თვე პრაქტიკულად არ ჩანდა, არ ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე. სხვა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ის გახდა ინდური ოსკარის მფლობელი და ის არის 2005 წლის საუკეთესო მსახიობი. ერთხმად დაასახელეს. ხო და რა მინდა ვთქვა, აი ამ სექტემბრის განმავლობაში, სანამ ეს კაცი არ დაინახეს ინდოელებმა, რომ აი გამოვიდა და ჯანმრთელია, ოპერაციის გაკეთების დღიდან აბსოლუტურად ყველა პრემიერა ინდოეთში ჩავარდა. ინდური სენსაცია. ასე მოიხსენიებენ ფილმს შავი. თუ კი ადრე ინდურ ფილმებში კედელზე ჩამოკიდებული თოფიც მღერო და შავში მხოლოდ მუსიკალური აქცენტებია. ინდურ ოსკარზე 12-დან 11 სწორედ მას ერგო. ბოლივუდში მუშაობა წამითაც არ ჩერდება. ფილმის გადაღების მაქსიმალური დრო აქ 2 თვეა. დანახარჯი საშუალოდ 7-8 მილიონ დოლარი. საშუალო დონის ფილმის მოგება კი მხოლოდ კინოგაქირავებით 20-25 მილიონს აღწევს. ინდოეთში კინოს და მსახიობების კულტია. Алка Шарма. О, так вы дочь господина Шарма? ფარიდა ჯალალი ცნობილი ამ ფილმით, ბობით გახდა. ძველი თაობის მსახიობებში ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია. ასაკი ხელს არ უშლის სხვადასხვა ცნობადი სახეშექმნას. ჩემი კინემატოგრაფში მოხვედრა რაჯ კაპურის დამსახურებაა. ის დიდი რეჟისორი და მსახიობი იყო. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ლატა მანგეშკარის გარეშე თითქმის არც ერთ ინდურ ფილმს არ იღებენ. ის ეკრანზე არასდროს ჩანს, თუმცა მისი ხმა ყველა ფილმში ისმის. მსახიობები გრძნობით მხოლოდ პირს აღებენ. აი ამ პოპულარულ ჰიტებში 20-25 წლის გოგონებს ფაქტიურად ესახმოვანებს. სხვა შორის ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ამერიკელებმა უკვე ასე ვთქვათ იყიდეს მისი სხეული, ანუ კონტრაქტს აქვთ ხელი მოწერილი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაკვეთავენ და აინტერესებთ, ნუ რა აქვს ამ ხმაში ამ ქალს, რომ აი 75 წლის ქალი ასეთი ხმით მღერის. ლატა უდიდესი ადამიანია. მე მის გარეშე ვერ მუშაობ. მას იმდენად უნიკალური ხმა აქვს, რომ 17 წლის გოგოს გახმოვანებას შეუძლია. არა და მისი ასაკი 75 წელია. ფანტასტიკურია. ედლაფსის ფირების ლაბორატორიაში ინდური კინოწარმოების თითქმის 90% მჟღავნდება და იბეჭდება. ეს არის კინოკომპანია მუქთა არწის უზარმაზარი ჰოლდინგი, სადაც მალე კინემატოგრაფიის ინსტიტუტიც გაიხსნება. თითო ასეთი დანადგარი $1 მილიონ მეტი ღირს. მარტო ამ ოთახში კი ასეთი 3 დგას. ინდური კინოინდუსტრია დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიანი და ძლიერ წარმოებად. ინდოეთში კი ყველაზე მეტად სათაყვანებელ სფეროდ რჩება.